ყველას მოგესალმებით, არხი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად. მაგ დროს გავალ. იცი ამათ გიგმა? აირონა. აი ასეთი მატება არის ოჯახში, ქენემის სახით. ეს არის ბაგი, სამხარაულში მიდიხარ და გეუბნებიან რომ ეს არის ძმაო ბაგიო. რა არც მანქანა არ არისო, არც ჯიპიაო, არის ოფროუდის ტრანსპორტია, ოფროუდზე ჩქარა როია, რომ მანამდე მყავდა სხვა ბაგი და რაღაცა მოხდა ინციდენტი, ასე ვთქვათ, პატარა და მოგვიწია რომ შეგვეცვალა ეს ბაგი. თავიდან ვიყიდეთ პოლარისი RZR 1.0 ტურბო. წავედით საკატაოთ და ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა გთხოვა რომ დავსვიო რა. აგერ უცებ მივალ მოვალო რა და თან ძალიან სახიფათო გზა იყო და ეხლა გვყავს ეს. მანამდე იმ ბაგით, სანამ ის ინციდენტი მოხდებოდა, იმ ბაგით ვიარეთ შეჯიბრი. ჩვენი პოლარისი მომზადებული იყო ყველანაირად, იმიტომ რომ ესეთი კაცისგან ვიყიდე რომ ყველაფერი გამზადებული ქონდა, არაფერი არ ჭირდებოდა და პირდაპირ შეჯიბრზე გავედით, უბრალოდ შეჯიბრისთვის დაგვჭირდა რეგლამენტიდან გამომდინარე, ტოპ სპიდში შევიარეთ და ვიყიდეთ კომბინიზონები, ცეცხლგამძლე და ასევე კისრის დამცავი. ტოპ სპიდში მოვედით, შეჯიბრისთვის კომბინიზონი გჭირდება და ძალიან კარგი კომბინიზონები მეგულება. კომბინიზონების გარდა ბევრი რამისკენ გამექცა თვალი, მაგრამ ამ ეტაპზე კომბინიზონები გჭირდება სასწრაფოდ. ავარჩიეთ, მგონი მშვენიერი არის. ასევე დაგჭირდება ეს კისრის დამცავი, უსაფრთხოდ ვიყოთ. წავედით შეჯიბრისთვის. სანამ შეჯიბრზე წავალთ, კიდე ერთგან უნდა შევიაროთ ავტოგალერეში. როგორც ნახეთ, შეჯიბრისთვის ვემზადებით, კარგად მომზადებულები რო ვიყოთ, ღვედი მჭირდება აუცილებლად და პოლარისში მოვედი, აღმაშენებელზე არის და უნდა შევცვალოთ ღვედი ახალი უნდა დავაყენოთ აუცილებლად არის გამოსაცვლელი. გამარჯობა. პოლარის XP Pro-ზე 2022 წლიანზე მინდა ვარიატორის ღვედი. ეხლა ჩვენი პირველი შეჯიბრია ბაგებში, ოღონდ იმ ბაგებში კი არა, ბაგებში. და უდაბნო რალის პირველი ეტაპია, უნდა ვცადოთ, მე და ათუკა ვართ, ათუკა იქნება შტურმანი. მე ვიქნები მძღოლი, მე მარტო რულის ტრიალი, გზა და რაღაცეები, ლეგენდის მიხედვით არის სიარული, ხურცლები გვექნება და ის რაღაც აპლიკაცია და გზა არ უნდა გავმაზოთ. ასევე მონაწილეობენ მოტოები და ოფროუდის მანქანები. მე ვარ ახლა პოლარისით და ნახოთ რა იქნება. შეჯიბრზე გავედით მერვე ადგილზე, სადღაც შუაში 16 ბაგიდან მერვე ადგილი არ არის ცუდი შედეგი. ეს ბაგი იყო ახალი ჩამოყვანილი და აქედან გამომდინარე ყველანაირი სითხე, რაც კი ჭირდება გამოცვალეთ და სად გამოვცვლით თუ არა ვალვოლინის და ამსოილის ოფისში მელიაშვილი. მოვედით ვალვოლინში. თქვენ შეგიძლიათ აქ შეიძინოთ ბაგისთვის სასურველი ზეთი. შეგიძლიათ აქვეც გამოცვალოთ, შეგიძლიათ ან წაიღოთ. ან წაიღე. მაინც დაგიკონკრეტებ, ვცვლით ძრავში, სამუხრუჭე სითხეს ვცვლით, წინა ხიდი, უკანა ხიდი და კოლოფი. ეგ არის, ყველა სითხე შეცვლილია. ავედით ახლა ვიკატავ. რაც შეეხება ჩვენს ავტოპარკს, რითიც ვართ ახლა წარმოდგენილი, დავიწყებ ჩამონათვალს, ბაგმა ჩაანაცვლა ვრანგლერი. რაც ის ვიყიდე, ვრანგლერით ვაფშე ანუ არც დამიქოქავს. მიყენია და მიდევს მაი ავტოზე, სხვათა შორის, ყველანაირად მოხოდილი ვრანგლერია. თუ ვინმეს გინდათ, აიფასში გაგატანთ, მომწერეთ. მე ზოგადად მიყვარს მანქანის მოვლა და ყველაფერი წესრიგია, ყველაფერი აქ იდეალური. ეს არის Toyota, რომელიც 12 წელია მყავს, ოჯახში არის ეს Toyota და
არ გამომიჩენია, იმიტომ რომ ჩემებს ყავდათ და არ დადიოდნენ რა ამ მანქანას. და მე გადავწყვიტე რომ რატო უნდა იდგეს ეს მანქანა და სამსახურის ამბებში ვოლტი რომ ყავდა ადრე ის ჩავანაცვლე ამით. ნუ ეს ბენზინზეა 1 და 3-ია. ბევრს არ წვავს, ანუ ეკონომიურიც არის და ევადიც არის, აი ესეთი კარები აქვს, აი აქედან შეგიძლია გააღო დაკეტო, ერთი კარი ესეთი აქვს, მეორე კარი აქვს ჩვეულებრივი რა. პატარა მინივენია, მინივენია. ეს საბარგული დავადგი და აი აქ ველოსიპედის სამაგრია და ნუ შიგნით ძალიან ტევადია. შეგიძლია სკამი გადაწიო, ფეხები შემოალაგო, სკამები გადაწიო და რაღაცები ატარო, მაგალითად მანქანის ნაწილები და ასე შემდეგ. აი ეს Mercedes-ის ამპერები, რაღაცები რომ ყიდულობდი ხოლმე, აქ მელაგა და საქმისთვის იდეალურია და ასევე გადამღები ჯგუფი ჯდება შიგნით, უკან ჩაჯდები და უკიდან ბაგაჟნიკს აწევ და კამერით გადაიღებ, ამ კარს გაწევ და ესე გვერდიდანაც გადაიღებ და ანუ ისეთი პრაქტიკული მანქანაა რა. მოტოციკლეტი არის ჩემთვის უცვლელი ტრანსპორტი თბილისში საცობებიდან გამომდინარე და ამ ტრანსპორტს ალბათ ვერაფერი ვერ შემიცვლის, რაც არ უნდა ვიყიდო. ნუ ეს იცით რაც არის და Mercedes-ი. Mercedes-ზე პირველ ვიდეოში თემა იყო რომ დონატი ვერ გავაკეთებინე. და როგორ ვერ გააკეთებინე და მთელი ამბები დაიწყო. მივმართეთ ჩემ მეგობარს, რომელსაც ეს C63S იყავდა, ოღონდ კუპე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს და წავიყვანე რუსთავში. აკეთებს დონატებს და დრიფტშიც მშვენივრად დგება. უბრალოდ თურმე არ უნდა ის რაღაცა ბოლომდე BMW-ს რომ უნდა ჩააჭირო და გადგა მოტორში ფეხი არ უნდა თურმე, უნდა თხელი გაზი. ჩამოვედით რუსთავში, წინა ამ მანქანის ვიდეოში რომ დონატი ვერ გავაკეთებ. ეხლა აი ეს ადამიანი, ბატონი მათე ფურცხვანიძე, ვეტყვის თუ რა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ამ კაცს ყავდა, სტატუს მოდელი ყავდა. ხო, ნუ კუპე, მაგრამ 63 ყავდა და იცის ამ მანქანამ როგორ გააკეთოს დონატი. ასე მითხრა რა და ნახოთ ეხლა რა ჯადო აქვს ამისთან, რა უნდა. მეც მასწავლის და უკვე მეცოდინება. მოდი ჯერ შენ ქენი, მე გიყურებ და მე იგივე თემა ამიხსენი როგორ გავაკეთო და მე გავაკეთე. არ არის პრობლემა. დამითმია ეს მანქანა და კარობკა დავაყენე მანუალზე, მოცურება ბოლომდე გავჩი, იმიტომ რომ ორი რეჟიმი აქვს. ნახევრად იცება მოცურება და ასევე ბოლომდე და ანუ ბოლომდე რო გათიშო, ცოტა დიდი ხანი უნდა კონდეს დაყენებული მოცურების გათიშვაზე, ანუ ოფსე. მე სრულად იცება ესე რომ ვთქვათ მოცურება რა. ცდი რა მაქსიმალურად. მოდი ჯენვაში პირველი სიჩქარით დავიწყო. არა, იდეალურია რა, ჩვეულებრივად ჩვევა. არანაირი პრობლემა და წუნი ჩვენ არ გქონია. მე ვერ ვაკეთები ერთ ადგილას. აი, ეხა მე დავჯდებ და შენ გვერდით დამიჯეკ. აი, იგივეს ვიზავ. ეგ იყო აქ, ხო? კაროკა უნდა გქონდეს. ვაცალოთ ამას. კაროკა არის მანუალში, მოცურება სულ ბოლომდე არის გათიშული ოფსე. ეხა მაგალითად ფიშკაზე შეიძლება მარტო პირველი სიჩქარით გააკეთო დონატი რა, თუ არ მინდა რომ ბევრი კვამლი იყოს. არა, მარტო დონატი მინდა. დრიფტში დგება. ეს პლუსში უნდა იყოს ესე. ხო, მე ნუ სპორტ პლუსში. და აკასტმეთ შენ რეისი და სპორტ პლუს მან. რეისი შეიძლება? მე სულ სპორტ პლუსით დავდიოდი რეისით, ნუ ტრეკზე, ნუ დიდა. აუ, რატო არ შვებოდა არ ვიცი. შევა შალიკამ დაფარსა, არ ვიცი. BMW-ს პონჩი. აი ესე რატო ტრიალდება? იმიტომ რომ ბევრ გასაძლევს და. ანუ ეგ თემა ამან ესე იგი. ჩეკდა გას და მიეცი გას ბოლომდე, ოდნავ აუში და ათამაშე რა, ათამაშე. ხო. შენ ანუ ბოლომდე წვეთ რა. ხო, აი ათამაშე გას. ხო, აი კორექცია თვითონ. აი ხათ ბევრი მოდული გიცა. აი ათამაშე. არა, ეხა მივხვდი მე პრობლემას, ეხა შეგიძლია შენ გადახვიდე. ოკეი.
ბიჯური. ეგ არის მოკლედ, გავდექი დონატში, ეგ უკვე პრაქტიკის ამბავია და ძალიან დაბალი გაზი ჭირდება თურმე. ბოლომდე არ უნდა. მე დავადგავდი მითიშავდა და თქვა მაგის ბრალი იყო რა. მადლობა ამ კაცს, ძალიან მარტივი ყოფილა. რავი, საბურავი გავცვითე უკვე ესეთ. აღარ არის აღარ არის ზედ რა. ზოგადად EC კლასები იდეალური არის სასიაოდ. მადლობა. ძალიან დიდი რომ სპეციალურად ქუთაისიდან ჩავავიდა. აბა შევხვდები. მოვედით რუსთავში, ასიკვდილორ ბოლაზე. ჩემი შტურმანიც აქ არის. მე ვარ ოთარ შტურმანი. ჩეხი ხარ ებრაელი. ებრაელი. ეს არის ჩვენი კონკურენტი, იმას დავალევინეთ. რა გინდა რა? ბიჭო, ნასვამი ვარ შედაც, მაგრა გავიჭრები ყოა პოლიცია. საჭესთან ის. დაბანაზის. მე მეგონა ბერძეის. ნასვამი იყო წერა. მე რა ეკჭირდება. ნასვამი მძღოლის მომსახურება ხო არ? გაგ ნომერი. მე ვარ. თავარი წესია რომ ვინც ბოლო გადის ის იგებს, ანაირად უნდა კონდეს სტრატეგია ვერცხად. გამოცდილებას მიიღება. უნდა იცადო რომ იარო არავინ არა დაიწყოს. რა ფაქტი. კარგი ყველაფერს ნულაპარაკო ბიჭო. რა ფაქტი? ეს არა, ყველაფერი და ხვაზრი არა. აი, რაც სილაპარაკო ყველაფერი. ჩაკისათვი არა თო ეს არის. ხო! ეგა გეგმა. იცი ამათ გიგმა? აი რომ ნა. ნელანს მაო არსად არ გეჩქარება, სატანას არ ძინა. ის სად არის შტურმანი რო არ ყავს? ყველასგან მიტოვებული, ნახე რა საკ. წონა ექნება ნაკლები, მაგრამ იმ ხელა ღიპი აქვს, შიგნით არის მეორე კაცი. აჩი მანდარი ალბათ. ეს ისევ არის. ლეგიტიმური კაცია. აქ არის აჩი, აჩი. აჩი რა შვები? ესეთი აქვს სამი, მე ერთი მაგ. შენ სომალელი ბავშვი ვითარ. ამან უნდა უკანახოს ამას. იმას. ანუ ეცათორო დაძვესო. შემა თბილისიდან დარეკონ ჩამოვედით. საღოლოპელი. მე საფროებზე მიყენია. მეყიდა მიკრა. ისრები, შევა გამიჭრა. ბერატო არ გამოდიხარ ძმებო. შემდეგ და აუცილებლად გამ. ესეთ პროფესიონალურ ორთაბრძოლას. ნამდვილად არ მეგონა ესეთი სანახაობა თუ იქ. კარგი. პირველშოვდი თორე გამოვიდოდი რა. არა მგონია ეგენ ხიზლები იყვნენ. ძალიან მაგარია, აი ძალიან მაგარია, მაგარი მე გასართობია. ბავშვი ამაზე უნდა შევიყო. ჩემი კონკურენტი გაიჩითა. მოდი ბიჭო. თქვენი ერთადერთი მანქანა რომელიც რამაზეა. არ გეშინია. რესტორნებზე. აჯახების არ გვიშინია ყავს. ნახოთ რა იქნება. კაი გასართობი ყველაფერი კაია. კი, ამდენი ხალხი უცი ხო ეგ მე არ მინდა. ძალიან არ დაგვარტყათ რა. Hey, ვარი 40. hey. My father a baller, my brother a baller. Let's get things in order. For my son and my daughters, I gotta go harder. I gotta go harder. Okay. They lambs to a slaughter from quarter to quarter, get blown out the water. Hey, come for the საღოლძმაო რომ ვის სახელი არ შეარცხვინე და ბოლომდე იბრძოლე. გეტკინა, მეც მეთკინა. იქრო ზადენ დავინახე მეთქი ვეჭველი ჩამპრესავსმე. როგორ გაძლო მანქანა? ბოლოს რა მოხდა ის მოხდა? ბოლოს დაქოქე, მაგრამ თუ დაელოდე. არა, რომ მისყა და წავიდა, აღარ იქოქებოდა. ზადში და ჩაქ. მომეჩ დაიქოქა. აი ესე წელი რომ მოდიოდა, მე აქედან მეთქი შენ დაიქოქე, მოდი. აი მოდი და მაგ დროს გავალ. იმენა კინო. აი ხო, საჭესთან არის ჯექი მაგრამ. მაგარი იყო მე დავისი ამოვნე. მაგრა გამისო. რა მეწყინა, იცი რომ ჩვენმა დატაკებამ გაგაჩერა. თქვენმა დატაკებამ თქვენს გაგაჩერა. ხო, ეგრე გამოვიდა. იმიტომ რომ რადიატორი გააფუჭე, წინდა რომ ეჯახები, რადიატორს აფუჭე. ეგ უნდა გაითვალისწინო. ზოგადად ცხოვრებაშიც უნდა გავითვალისწინოთ ბედარობა, რომ ვინმეს რო აზიანებ, მე სამყარო შენთან გაზიანებს, ამიტომ კეთილი არა, ადამიანები მაგარი დარტყმა იყო. გეწონა ივენთი? ადაო. კეთესი არ მახსოვს არაფერი. გაუჯობესდები. საყიდელი მანქანა. იმენა იხი ამოს იხი სოლს უყიდე რაც უნდა უკნას დიდხანს იყო გაწელილი ამის გადაღებები და ეხლა შემოგთავაზეთ რაღაცა ვიდეო შევკარით იმედია მოგეწონათ და თუ მოგეწონათ უეჭველი ვიდეო უნდა დაალაიქოთ ვინც აქამდე უყურეთ ვიდეოს ბარემ მარილი მოაყარეთ და ვიდეო დაალაიქეთ ასევე თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი არხიც გამოიწერეთ და აქვე მინდა დავაანონსო ძალიან მაგარი პროექტი მინდა იმ კომპანიების საყურადღებოდ დავაანონსო ვინც შეიძლება რომ ამ პროექტს გვერდში დაუდგეს რაც შეეხება პროექტს პროექტი მდგომარეობს შემდეგში ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ვაპირებთ რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდეთ ისე რომ ასფალტს არ შევეხოთ და ამ ყველაფერს ვიზავთ Wrangler-ით და
ბაგით. ნუ Wrangler-ი ახლა გზაში თუ გაიყიდა არ არის პრობლემა. არა, სანამ გაიყიდება, მანამდე ვივიდეთ. და რამდენ კილომეტრ ასფალტსაც შევეხებით, იქნება რაღაც სასჯელი. ეს სასჯელი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. და აი რამდენი კილომეტრი შეიძლება შეეხო ასფალტს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, შეიძლება რთული გზა იყოს, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ შევეხოთ აი ამას რა. კომპანიებს მიმართავ, ეს პროექტი იქნება სერიება, იქნება უგზოობა, იქნება ლამაზი ადგილები, იქნება სოფლების ჩვენება და ანუ პროექტი ისე არის გაწერილი, რომ ძალიან მასშტაბური და დიდია. მეილზე შეგიძლიათ მოგწეროთ, თუ რომელიმე კომპანიას გინდათ ამ პროექტში ჩართვა. მადლობა, ვინც გვიყურებდით, წარმატებებს გისურვებთ, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ. დროებით.